ამ ვიდეოში მოგიყვებით ხელოვნური განაყოფიერების წარმოუდგენელ ტექნიკაზე, რაც არის ინტრაციტოპლაზმური სპერმატოზოიდის ინექცია. ეხლა რასაც ხედავთ ვიდეოზე, ეს არის კვერცხუჯრედის მოპოვების ტექნიკა ქალის ორგანიზმში. ამ დროს ხდება ჰორმონულად გრაფის ფოლიკულის მომწიფება და ამ ფოლიკულის პირდაპირ ნემსით ასპირაცია საკვერცხედან. შემდეგ კი ხდება ამ კვერცხუჯრედის მომზადება უშუალოდ ინექციის პროცესისთვის. აქ კი ხდება სპერმატოზოიდების მოპოვება, დააკვირდით, ეს სწრაფად და აქტიურად მოძრავი უჯრედები არიან სპერმატოზოიდები და აი ამ კანულით ხდება მათი ასპირაცია, რამდენიმეს ერთდროულად. ამ პროცედურის შემდეგ ეტაპზე კი ხდება უშუალოდ დაფიქსირებული სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში აი ამ კანულით ინექცია. როგორც ხედავთ, ეს მთელი პროცესი მიდის მიკროსკოპის ქვეშ, რადგან როგორც კვერცხუჯრედი, ასევე სპერმატოზოიდი ადამიანის თვალისთვის აღსაქმნელად არის ურთულესი და ძალიან პატარა. არაფერს ვამბობ მათზე ესეთი ნაზი манипуляციების ჩატარებაზე. აი ეს სპერმატოზოიდთან შედარებით გაცილებით დიდი უჯრედი არის კვერცხუჯრედი, თავისი ზონა პელუციდათი, გარსი, რომელიც სპერმატოზოიდმა ორგანიზმში თვითონ უნდა განალახოს, მაგრამ ამ პროცედურის დროს ამ გარსის გადალახვა ხდება უშუალოდ კანულით. აი ახლა მოხდება უშუალოდ კვერცხუჯრედის პენეტრაცია, როგორც ხედავთ, კანული ძალიან ფრთხილად, რომ არ დაირღვეს კვერცხუჯრედის თლიანობა და მოხდება უშუალოდ, აი თუ დააკვირდებით სპერმატოზოიდის ინექცია და ამით ეს პროცედურა დამთავრებულია.